მოგეხსენებათ ამ წლის 17 მარტს ღვთისგანისვენმა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორე. მოგეხსენებათ მისი მამამთავრობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობა იწყება მე-20 საუკუნის თითქმის დასასრულს და 21 საუკუნის დასაწყისს. ეს არის 59 წლიანი მამამთავრობა და პატრიარქობა საქართველოს ისტორიულ-სამოციქულო ეკლესიის კათედრაზე. მოგეხსენებათ თითოეულმა ქართველმა და თანამოღვაწემ იცის თუ რა პერიოდში შეუდგა კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს ეკლესიის აღორძინებას და ეს პერიოდი ძალიან სირთულეებით იყო აღსავსე, მაგრამ დიდება უფალს მისი ლოცვითა და შრომით, დიდი სულიერებით დღეს მათ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიტოვა აღორძინებული ეკლესია. ამ აღორძინებული ეკლესიაში იგულისხმება ის, რომ გამრავლდა ეკლესია მონასტრები, გამრავლდა სასულიერო დასი, თითქმის ყველა სასულიერო პირი, როგორც სინოდის წევრი, ასევე ყოველი საუნდელო თუ დიაკონი, მისი კურთხევით და მისი ლოცვა კურთხევით არის აკურთხი და დადგენილი დიდ მსახურებაზე, რაც არის სასულიერო პირობა. მან აღაშენა და განამშვენა სასულიერო სემინარიები და უამრავი სტუდენტი, ასე რომ ვთქვათ, აღზარდა სულიერათა და უამრავ ადამიანს სასულიერო სემინარი აკადემიებში მიეცა საშუალება მიეღოთ თეოლოგიური განათლება. მოგეხსენებათ გუშინ 18 მარტს მოხდა სინოდის ხტომა, სადაც შედგენილი იქნა დამძალავი კომისია, რომელ კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი ბრძანდება, მისი უწმინდესობის ცხედარი გადაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 22 მარტს მოხდება გამოსვენება და დაკრძალვა სიონის საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტაძარში. რა უნდა უთხრათ ამ დროს მრევლს? მრევლს ვეტყვი ერთ რამეს, რომ პატრიარქის დარიგება, პატრიარქის რჩევა, ლოცვა კურთხევა უნდა აღვასრულოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ის რასაც ქადაგებდა, ის რასაც გვარიგებდა მის სულიერ შვილებს სამწყსოს, ეს ყოველივე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღვასრულოთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა, როდესაც ამ ყოველივეს აღვასრულებთ, პატივს მივაგებთ მის ხსოვნასაც და მის სულსაც ამით დიდ ნუგეშს მივანიჭებთ თითოეული ჩვენგან. მოგეხსენებათ ძალიან დიდია ინტერესი და ყველა მორწმუნე და საზოგადოებას სურს, რომ ჩავიდეს პატივი მიაგოს მის უწმინდესობას. პანაშვიდები არის 24 საათის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში. ბევრი რევლი ინდივიდუალურად მიდის, რომ მოახერხოს შესვლა და ხვალ მაგალითად ჩვენს აქ შევიკიდრებით საკათედრო ტაძართან პარასკევ დღეს 20-ში და პირველ საათზე დავიძრებით, რომ ჩავიდეთ და პატივი მივაგოთ მის უწმინდესობას. 59 წლიანი პატრიარქობის შემდეგ სრულიად საქართველოს უწმინდესსა და უნეტარეს ქართული ეკლესიის პირველ იერარქს ემშვიდობება. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. სამძიმრის წერილები, ადგილობრივი და საერთაშორისო სოლიდარობა ადასტურებს მისი გავლენის მასშტაბს საქართველოსა და მსოფლიო მართლმადიდებელ თანამეგობრობაში. ილია მეორეს დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ინფორმაციას ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. სამების ტაძარი კი ღიაა 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიაგონ პატივი უწმინდესის ხსოვნას. დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად გრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას. და ვიცი, რომ ჩვენი ძმები, დები, ესე უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას. მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც
მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა. აი მრავალი ქვეყნიდან წერენ სამძებრის წერილებში და აღნიშნავენ აი მის მამობრივ ამ საოცარ თვისებას, რომელიც ცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. და მე მინდა მოგისამძიმროთ დღეს ყველას ისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ქონდა მას თვისება, მისი ეს სიყვარული მამობრივი მასშტაბი და ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისევე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან. და საოცარი მადლი ქონდა, რომ აი ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ცხოვრება ჩვენი, ვისაც ჰქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. და არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსყოფელ ჯვარს. და არის აი ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება იმისი, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. ასევე მინდა დავამატო მე, რომ როგორც უკვე გაიგეთ, დასაფლავება მისი მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღწერის ხსენებას და მოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განხრთობისკენ და სულის ხონებისკენ. და შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის შემთხვევითი, რომ ის უწმინდესობაში და უნეტარესობაში ეს იყო შერწყმული, მოწამებრივი გზა და ღვაწლი და სულიერ კიბეზე, უმაღლეს საფეხურზე, უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ხედავდით და ხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა. დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა. შეუძლებელია დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, რომ ჩვენი გული სავსეა ემოციებით და ფიქრებით და სიყვარულით. მაგრამ ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი მისი უზარმაზარი ღვაწლიდან არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში და საზოგადოების ცხოვრებაში. და დიდი სიყვარულით ქეთს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
ფერომეტში რუსუდან გურულს ემშვიდობებიან ექიმს, რომელიც ყოველთვის ხვის სიტკივილის გამზიარებელი და მკურნალი იყო, რომლის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პაციენტებს ზრუნვის მაღალი სტანდარტი ძალიან ბევრისთვის მაგალითი იყო და უკვე წარსულის კუთვნილება გახდა. რუსუდან გურულის სამედიცინო სფეროში მთავარი პროფესიონალური დატვირთვის გარდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზეც მუშაობდა. ბოლო პერიოდში ის ფერომეტში ოჯახის ექიმი იყო, იმავდროულად კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი. მისი სამუშაო ოთახი დღეს ცარიელია. კოლეგები ამბობენ, რომ დაკარგეს მაღალი დონის პროფესიონალი, რომლისთვისაც ექიმობა ცხოვრების წესი იყო. რუსუდან გურული 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიტყვები უძლურია, გამოხატო ის ტკივილი, რაც რუსუდანის გარდაცვალებამ ჩვენ მარტო მე კი არა, მთელ დაწესებულებებს, მთელ ნაცნობებს, მეგობრებს, პაციენტებში გამოიწვია. იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, როგორც ექიმი, პაციენტებისათვის საყვარელი ექიმი, იყო არაჩვეულებრივი კოლეგა, თავდადებული, თავს გაწიროდა ყველასათვის. იყო არაჩვეულებრივი დედა, არაჩვეულებრივი მეუღლე, მხარში ედგა და დედაბოძი იყო იმ დიდი ოჯახის და წევდა ჭაპანს შვილიშვილებისათვის, ყველასათვის და ძალიან გულით აი სიტყვის მართლა ვერ პოულობ. დიდი ტკივილი ნახა, დიდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმს არ კარგავდა და სხვა საძლევდა იმედს, რომ კარგად იქნებოდა, შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას და ასე არადგენდა ყველას გულს. ძალიან დიდი გულის ტკივილია. სიხსოვნა არ იქნება ამოშლილი ჩვენი გულებიდან, მისი ყოველგვარი სიტყვა, საუბარი, რა ვიცი, მიჭირს, ნამდვილად მიჭირს იმაზე, რომ რუსუდანი აღარ არის და მასე წარსულში ვისაუბრო. ბაგეებიდან მე არ გამიგონია თუნდაც დაჩივლება ან მცირე საყვედური ან უზენაესის მიმართ და თავის ჯანმრთელობის შესახებ რომ აღენიშნა ისეთი მდგომარეობა რაც ძნელად ასატანი იყო, ძალიან ძნელად ასატანი იყო მისთვის, მაგრამ საბედნიეროდ უძლებდა ყველაფერ ამას. ძალიან კიდევ ერთხელ ძალიან რთულია ამ ეტაპზე შეაფასო ის დანაკლისი, რაც განიცადა ჩვენმა საზოგადოებამ, სამედიცინო საზოგადოებამ. რა გადაგვრჩენია მხოლოდ ის, რომ უზარმაზარი პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.